ნუ რასოდეს შეხვდებით თქვენს გმირს. ეს ცნობილი გამოთქმა მიუთითებს, რომ ხშირად ასეთი შემთხვევა იმედგაცრუებით სრულდება. ალბათ ფრაზას საუკეთესოდ მოხუცი როკსტარების კონცერტზე მოხვედრა შეესაბამება. თუმცა მსგავსი შეგრძნება უცხო არც საავტომობილო სამყაროსთვისაა, იმ განსხვავებით, რომ ბავშვობაში ლამაზ პოსტერზე ნანახი ავტომობილების საჭესთან მოხვედრა იმედგაცრუების შემთხვევაში დიდ ფინანსურ ზარალსაც უკავშირდება. ჰალოს ეფექტის შესახებ თუ გსმენიათ, ეს ფენომენია, როცა ვხედავთ კონკრეტულ შთამბეჭდავ დეტალს და შემდეგ მთელი საგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გვიღალიბდება. აი, მაგალითად, ვხედავთ თოლის ფრთის ფორმის კარებს და თვალწინ მაშინვე სუპერკარი წარმოგვიდგება, მაგრამ სინამდვილეში მანქანა სუპერკარობისგან ძალიან შორსაა. ან ხედავთ BMW-ს ან Mercedes-ის ლოგოს და ჩვენს გონებაში მხოლოდ პოზიტიური აზრები იბადება, როცა ასე სულაც არ არის. ეს ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ, როცა ორივე გერმანული ბრენდის 7 კატასტროფული მოდელის შესახებ ვიდეოები შემოგთავაზეთ. ჩაუჯექით ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ. დღეს ჩვენ საავტომობილო ეგზორციზმს ჩაგიტარებთ და საკულტო ავტომობილებს თვალწინ გაგიტათხავთ. ამ ვიდეოში ხილავთ ავტომობილებს, რომლებიც დიდებულად გამოიყურებიან და ჩვენს გონებაშიც შედევრებად შემორჩნენ, თუმცა ტექნიკური გადმოსახედიდან ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. აბა, დავიწერათ. მოიცა. სამწავალთ. ხომ გინდათ რომ ჩვენი ვიდეოები არასდროს შეწყდეს? ხო და გამოიწერეთ ჩვენი არხი და გაუზიარეთ ის მეგობრებს. ახლა კი ნახდა წავედით. მე-7 ადგილი. Corvette C1. დიახ, უკვე დავიწყეთ თქვენი წარმოდგენების დეკონსტრუქცია. 1953 წლის Corvette C1-ისთვის 50 მეტრიდან რომ შეგეხედათ, მომავალს დაინახავდით. ეს მანქანაა, რომლითაც ასტრონავტი მთვარეზე გამართულ წვეულებაზე უნდა მიდიოდეს. ხუმრობა იქით იყოს და C1 ამერიკული ავტოინდუსტრიის პასუხი გახლდათ. პასუხი ევროპიდან შემომავალ Jaguar-ისა და MG-ის აეროვან სპორტკარებზე, რომლებიც დეტროიტულ ქმნილებებს დინოზავრებად წარმოაჩენდნენ. თუმცა ამ Corvette-ზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. General Motors მოდელზე 1/11 კაპიკის დახარჯვა არ უნდოდა. ეს მანქანაა, რომელიც ფაქტობრივად მორჩენილი ნაწილებით ააწყვეს. აღმასრულებლებს სპორტკარის წარუმატებლობის შეეშინდათ და ახალი ძრავის აწყობაზეც უარი თქვეს. ამის ნაცვლად შეიარეს საწყობში და 6 ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა Blue Flame წამოიღეს. Blue Flame ლურჯ ცეცხლად ითარგმნება, რაც შიშის მომკვრელად ჟღერს, თუმცა ესეც ილუზია. სინამდვილეში ეს ძრავა სატვირთოებისთვის და საოჯახო უნივერსალებისთვის შეიქმნა. სპორტულობის უზრუნველსაყოფად ამ გაუგებარ ძრავას გვერდით 3 კარბურატორიც მიუდგეს, თუმცა ამან მხოლოდ ის გამოიწვია, რომ მანქანის დაკუქვა C-ამინჩი შეუძლებელი იყო. სიცხეში კი კორპუსის ირგვლივ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სუნი დგებოდა. ეს ულამაზესი ქმნილება მხოლოდ 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რასაც 2 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უკანა თვლებს აწვდიდა. შესაბამისად, აჩქარებაში Corvette C1-ის კონკურენტი ერთბორბლიანი ველოსიპედი უფრო იყო, ვიდრე Jaguar C-Type. ტექნიკურ მაჩვენებლებს რომ შევეშვათ, კატასტროფული იყო როდსტერის აწყობის ხარისხიც. მართალია, მინა ბოჭკო, რომლითაც Corvette აწყეს 1950-იანი წლების ნახშირბადის ბოჭკო გახლდათ, თუმცა General Motors-ის ქარხნის თანამშრომლები რაღაცას სწორად აშკარად ვერ აკეთებდნენ. კარგი მძღოლი კარსა და წინაფრთებს შორის დარჩენილ ნაპრალში ერთი მომცრო როდსტერის დაპარკინგება შეძლებდა. მოკლედ, თავდაპირველი C1 ისია Corvette, როგორც Hammer-ის ლიმუზინია კარგი მანქანა ქორწილის დღეს. ძველი თბილისის ქუჩებში გადასაადგილებლად. მე-6 ადგილი. Lotus Esprit. ავტომობილს, რომელიც ჯეიმს ბონდს უტარებია,
კრიტიკის მიმართ დიპლომატიური იმუნიტეტი ავტომატურად ენიჭება. მოდი დღეს ეს მითი დავამსხვრიოთ. 1967 წელს, როცა Lotus Esprim ოკეანეში ჩახვინთა და იქიდან ვერტმფრენი ჩამოაგდო. დედამიწაზე მცხოვრებმა ყველა ავტომოყვარულმა გადაწყვიტა, რომ ამ მანქანის საჭესთან უნდა აღმოჩენილიყო. მართლაც დიზაინით Esprit ნამდვილი შედევრია, რისთვისაც ტაში ჯორჯეტო ჯუჯაროს ეკუთვნის. ვინ არის ჯუჯარო? მასზე და ისტორიაში საუკეთესო ავტოდიზაინერებზე წარსულში აი ეს ვიდეო შემოგთავაზეთ და თუ ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ ჩაუჯდებით, გარანტირებულად ისიამოვნებთ. ჩვენ Lotus-ს რომ დავუბრუნდეთ, ის დაბალი, დაკუნთული, შუბივით შემართული და რაც მთავარია, pop-up მაშუქების მქონე სპორტული მანქანა. ნამდვილი მშვენიერება. თუმცა რეალობა ოდნავ უფრო არასასიამოვნოდ გამოიყურება. Esprit რომ გეყიდათ ჯეიმს ბონდის ნაცვლად ავტობანზე გაჩერებული მანქანის მძღოლი იქნებოდით, რომელიც ევაკუატორს ელოდება და უსმენს ძრავას, რომელიც მომაკვდავით მის სახშრობის ხმას გამოსცემს. ჩვენი თუ არ გჯერათ, ჯერემი კლარკსონის ხმაინც გჯერათ. როგორც ლეგენდარული ტელეწამყვანი კოლეგას ეუბნება, Lotus-ი აკრონიმია, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება. ბევრი პრობლემა, როგორც წესი, სერიოზული. ყველა უბედურების სათავე ბრენდის სახსრების უქონლობიდან მომდინარეობდა. Lotus-ი ამბიციებით Ferrari-ს ეჭიდავებოდა, თუმცა ბიუჯეტი ამ ტემპს ფეხს ვერ უწყობდა. იმისთვის რომ Esprit სუპერკარს დამსგავსებოდა, ბრიტანელებმა ფულის სხვა ყველა დეტალს დააკლეს. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ბიუჯეტი მოდელის ექსტერიერსაც ეთყობა, კარის სახელურები მორის მარინასგანაა წამოღებული. გვიანი მოდელების უკანა გაბარიტული მაშუქები Toyota Corolla-სგან ისესხეს. უკანა ხედვის გვერდითა სარკეები კი Citroen CX-ის ასლია. მიუხედავად ამისა, მთავარი პრობლემა მაინც კაპოტის ქვეში მალება. წლების განმავლობაში ეს სუპერკარის იმიტაცია 2.2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი საცოდავი ძრავით გადაადგილდებოდა, ხოლო როცა 90-იანებში მოდელი ვირვა ძრავით აღჭურვეს, აღმოჩნდა, რომ საკმარისად ძლიერი გადაცემათა კოლოფი არ ჰქონდათ. შესაბამისად, დახმარებისთვის Renault-ს მიმართეს და Esprit-ში წინა ამძრავი სედანის Renault 25-ის კოლოფი დაამონტაჟეს. ამან ახალი ძრავის სიმძლავრესაც ბოლო მოუღო. 2004 წელს მოდელის ტანჯვა დასრულდა და ის წარმოებიდან ამოიღეს. თუმცა რატომღაც ენთუზიასტებისთვის ის მაინც საკულტო მანქანა დარჩა. ეს გაუგებ. მეხუთე ადგილი. Fisker Karma. თუ 2011 წელს ჰოლივუდის მსახიობი იყავით, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ პოლარულ დათვებზე და გლობალური დათბობის სხვა მსხვერპლებზე დარდობდა, Toyota Prius-ის ნაცვლად Fisker Karma-ს იყიდდით. მოდელი ჰენრიკ ფისკერმა შექმნა, კაცმა, რომელმაც სამყაროს BMW Z8 და Aston Martin DB9 საჩუქა. ერთი შეხედვით, Karma მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი 4-კარიანი კუპე იყო, რომელიც ადამიანის ხელსა და გონებას შეუქმნია. მანქანის სახურავში მზის ბატარეები იყო ჩაშენებული, მისი საღებავი გადამუშავებული მინის ბრწყინავ მტვერს შეიცავდა. ინტერიერში გამოყენებული ხის მასალა კი მიჩიგანის ტბის ფსკერზე მოიპოვეს. დიახ, Fisker Karma საავტომობილო ამპარტავნების დიდებული ნიმუშია. თუმცა ხომ გახსოვთ, რომ ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვაა. ჰენრიკ ფისკერმა ეს ყველაზე ცხადად გაიგო. ინჟინრებმა ვიზუალ სიმღერა ძალისხმევა დაახარჯეს, რომ სხვა ყველა დეტალი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. Karma საკმაოდ დიდი გაბარიტების მქონე 4-კარიანი კუპე იყო. თუმცა ინტერიერი მაინც იმდენად ვიწრო გამოვიდა, რომ მასში საშუალო სიმაღლისა და წონის მქონე მძღოლი გაჭირვებით მოთავსდებოდა. ვის უნდა $100,000 გადახდა მანქანაში, რომლის სავარძელიც ბიუჯეტური ავიაკომპანიის ეკონომ კლასის შუა სავარძელზე არაკომფორტულია? დიახ, არავის. თუმცა ჯასტინ ბიბერმა მაინც გადაიხადა. გარდა ამისა, არ გვითქვამს, რომ მოდელი ჰიბრიდული იყო.
რომელშიც 2 ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა გენერატორის ფუნქციას ასრულებდა. ვინაიდან ეს შიგაწვის ძრავა ბორბლებთან არ იყო დაკავშირებული, მის სიღრმა აქსელერატორზე ფეხის დაჭერასთან სინქრონში საერთოდ ვერ მოდიოდა. გარმა უჩუმრად ჩქარდებოდა. მოგვიანებით კი ძრავა ციღვიძებდა და სალონში ძალიან უხერხული ხუღუნის ხმა აღწევდა. პრობლემური იყო ბატარეების გაგრილების სისტემაც. შესაბამისად, აალებული ფისკერის ნახმა იშვიათი მოვლენა სულაც არ არის. თუ ცეცხლი ვერა, საკუთარი ელექტრომობილი მაინც მოგიღებდათ ბოლოს. ამის მიზეზი ზუსტად წინა ბორბლებთან განთავსებული გამოსაბოლქვი მილებია. საცობში გაჭედილ მძღოლს, რომელმაც წინა ფანჯრების ჩაწევა გადაწყვიტა, თავისი ეკო-მანქანის გამოყოფილი აირები წამლავდა. მოკლედ, როცა ამბობენ, ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არისო, ფისკერ კარმას გულისხმობენ. მეოთხე ადგილი. Chrysler TC Maserati-სგან. 1980-იანი წლების დეტროიტში ლი იაკოკა მეფობდა. კაცი, რომელმაც K-Car-ისა და მინივენის გამოშვებით Chrysler-ი ბანკროტისგან იხსნა. მიუხედავად ამ მიღწევისა, ლი კმაყოფილი მაინც არ იყო, რადგან ხალხი Chrysler-ს მაინც მუშათა კლასის ბრენდად მიიჩნევდა. იაკოკას ამბიცია კი ბრენდის პრესტიჟის დაბრუნება იყო. ამისთვის მან ძველ მეგობარ ალეხანდრო დე ტომასოს მიმართა, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ და Maserati-ს მფლობელი გახლდათ. გეგმა მარტივი იყო. Chrysler-ი მათ ნაწილებს მიაწვდიდა. Maserati იტალიურ სულს. ამ კომბინაციას კი დიდრული საკრუიზო ავტომობილი უნდა შეექმნა, რომელიც კონკურენციას Mercedes გაუწევდა. მხარეებმა ერთმანეთს ხელი მაგრად ჩამოართვეს, თუმცა Chrysler-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯერ ვერ წარმოედგინა, რომ ეს შეთანხმება მის ბრენდს $600 მილიონ დაუჯდებოდა. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, Chrysler TC ერთი დიდი ინტერნაციონალური გაუგებრობა გამოვიდა. რატომ ინტერნაციონალური? იმიტომ რომ მანქანის ცილინდრთა ბლოკის თავს ინგლისში Cosworth ქმნიდა. ტკუშები გერმანიიდან მოდიოდა. მანაწილებელი ლილვებით მომარაგებაზე პასუხისმგებელი ფლორიდა იყო. ტურბინას იაპონელები აწვდიდნენ. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ ძალიან დაბნეული იტალიელები აწყობდნენ, რომელთაც ვერ გაეგოთ, რატომ ამონტაჟებდნენ სატვირთო ზრავას დიდრულ მანქანაში. TC-ის იდენტობის კრიზისს ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა. მოდელი Maserati-ისთვის ზედმეტად ნელი იყო, ხოლო Chrysler-ისთვის მეტისმეტად ძვირი. ამ დაწყებლილი პარტნიორობის ფარგლებში სულ 7300 TC შეიქმნა და Chrysler-მა დაკარგა თანხა, რომლითაც თითეული მყიდველისთვის Ferrari-ს ჩუქებას შეძლებდა და ხურდაც დარჩებოდა. ხურდა დაიდოვე ბენზორო ცხოველა. ერთი სიტყვით, ეს ერთადერთი მანქანაა ისტორიაში, რომელმაც იტალიური ავტომობილების ფასი და 1980-იანი წლების ბიუჯეტური ამერიკული მოდელების უღიმღამობა საკუთარ სხეულში გააერთიანა. და სანამ საპატიო სამეულს გამოვაცხადებთ, ხომ გახსოვთ იულიუსის ცნობილი ფრაზა: მივედი, ვნახე და გამოვიწერე კრისტალ აუტოს იუთუბარხი. დაუჯერეთ კეისარს. მოდით, ვნახეთ და გამოგვიწერეთ. მესამე ადგილი. DMC DeLorean-ი. საავტომობილო სამყაროში ალბათ სიტყვა საკულტო DeLorean-ზე მეტად ძალიან ცოტა მოდელს შეებერება. 1980-იან წლებში ეს იყო მანქანა, რომელმაც დროში იმოგზაურა. უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი ფუტურიზმის განსახიერება, რომელიც ყველა ჩვენგანს უკან მომავალში ტრილოგიიდან ახსოვს. DMC-12 საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ქარიზმატულ, თუმცა ოდნავ შეშლილ გენიოსს. დიახ, ჯონ DeLorean-მა სამყაროს საკულტო მანქანა და დამარცხების ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ისტორია აჩუქა. საინტერესოა თავად მოდელის შექმნის ამბავიც. ჯონმა ბელფასტის ომისგან განადგურებულ გარეუბანში ქარხანა იყიდა, სადაც 2000 გამოუცდელი ადამიანი დაასაქმა და სოფლიოს მარადიული მანქანის შექმნა შეჰპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვარსკვლავური დიზაინის მიღმა ინჟინერიის ტრაგედია იმალებოდა. თავდაპირველი გეგმით
დელორიანს შუაში განთავსებული როტორული ძრავა უნდა ჰქონოდა. თუმცა ეს არ გამოვიდა და ბრენდი ფორდს მიადგა. აქედანაც არაფერი გამოვიდა და ჯონი საბოლოოდ პეჟოს, რენოსა და ვოლვოს კოლაბორაციით შექმნილ D6 დასჯერდა. ევროპაში ეს ძალური აგრეგატი ტრაგედია ნამდვილად არ იყო, თუმცა ამერიკაში მას 1980-იანი წლების გამონაბოლქვის რეგულაციები აღჭობდა და აქ ის მხოლოდ 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გაჩერებული დელორიანისთვის რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, რომ ეს მანქანა 240 კმ/სთ სიჩქარეს ერთი ამოსუნთქვით ანავითარებდა, თუმცა სინამდვილეში 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 10 წამს ანდომებდა. მარტინ მაკლაის მოლის პარკინგზე 140-ით გავლა მართლაც რომ ეცადა, უკან მომავალში 4 საათიანი ფილმი გახდებოდა. ალბათ იტყვით, კარები ხომ მაინც მაგრად გამოიყურება? დიახ, ნამდვილად ასეა. თუმცა ერთი პრობლემაა, ისინი უბრალოდ არ იღება. აკუმულატორის განმუხტვის შემთხვევაში, რაც დელორიანში საშინელი დამუხტველის დამსახურებით იშვიათი ნამდვილად არ იყო. მანქანიდან გარეთ უბრალოდ ვეღარ გამოაღწევდით და უჟანგავი ფოლადის $25,000 კუბოში გაიჭედებოდით. 1982 წლისთვის ოცნება დასრულებული იყო. კომპანია სისხლისგან იცლებოდა. ჯონ დელორიანი კი FBI-მ ბრენდის გადასარჩენად კოკაინით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რაც მოგვიანებით არ დამტკიცდა. თუმცა მან DMC-12 მაინც ვერ გადაარჩინა. დელორიანი ამ ჩამონათვალში ერთადერთი ავტომობილია, რომელმაც ტელევიზორის ეკრანიდან თავი შეგვაყვარა. თუმცა რეალურ სამყაროში ეს ნდობა ვერ გაამართლა. მოკლედ, თავზე მოდ ვერც თოლის ფრთების დაქნევის შემთხვევაში ახდებით. მეორე ადგილი Aston Martin Lagonda. 1966 წელს Aston Martin-ს მხოლოდ სასაულის იმედი აცოცხლებდა, რადგან დიზაინები მოძველდა და ფინანსები შემცირდა. შესაბამისად, ბრიტანელებმა ისტორიაში ყველაზე განვითარებული და ფუტურისტული ავტომობილის შექმნა გადაწყვიტეს. ერთი სიტყვით, Lagonda ტრასის კონკორდი უნდა ყოფილიყო. 5 მეტრიანი ავტომობილი, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 1.3 მეტრს აღწევდა და უფრო ძვირი ღირდა ვიდრე Ferrari 400 და Rolls-Royce Silver Shadow ერთად. თუ ჩვენი ერთგული მაყურებელი ხართ, შესაძლოა ეს მანქანა სხვა საპატიო სიიდანაც გეცნობათ. Lagonda ისტორიაში ყველაზე გრძელი ავტომობილების განხილვაშიც მოყვა. ჩაუჯექით ამ ვიდეოს მოგვიანებით. არინანებთ. ეს ავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში პირველი სერიული წარმოების მანქანა იყო, რომელიც თავს ციფრული ხელსაწყოთა დაფით იწონებდა. ეპოქაში, როცა ადამიანების უმრავლესობამ ვიდეო მაგნიტოფონების გამოყენება ძლივს იცოდა, Aston Martin-ში გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი სენსორული ღილაკებით ჩაენაცვლებინათ და ამას კარგი იდეა უწოდეს. პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ასეთი ტექნოლოგია ჯერ უბრალოდ არ არსებობდა. ამ მოდელის ელექტროობა იმდენად რთული იყო, რომ ბრიტანელებს ის მანქანის ერთად აღებულ ყველა დანარჩენ კომპონენტზე ძვირი უჯდებოდათ. მიუხედავად ინვესტირებული შრომისა, ყველაფერი მაინც გატეხილი კალკულატორებით მუშაობდა და სენსორების მგრძნობელობაც მკვდარი ადამიანისას სულ ოდნავ სჯობდა. ცალკეული ტრაგედია იყო სალონის ტემპერატურაც. ადრეულ მოდელებში ელექტრონულ სხივურ მილაკებს იყენებდნენ. ეს კი ხელსაწყოთა დაფას იმდენად ახურებდა, რომ კომპონენტის საკუთარ ჩიპებს ანადგურებდა. კაბინაში კი ტემპერატურა ზოგჯერ 50 გრადუს ცელსიუსაც აღწევდა. მართალია, დიდრული სედანი მცირე თონეზე გრილი უნდა იყოს. რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, ფურცელზე 5.3 ლიტრიანი ვირვა მშვენივრად გამოიყურება. მაგრამ 3 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ყველაფერს წყალში ყრიდა. ან ვისეცალა სიმძლავრისთვის, როცა კომპიუტერიზებულ ხმას ენის ბორძი დაეწყო და ისტერიკულად გახვიროდა. კარი ღია, როცა თქვენ ავტობანზე 150 კმ/სთ სიჩქარით მიკროდით. ჩვენი სიის ვიცე-ჩემპიონი 21 საუკუნისთვის შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც მე-19 საუკუნის ხელსაწყოებს იყენებდნენ. და პირველი ადგილი Lamborghini Countach-ი. გაგიგვირდათ არა, სანამ გვაგინებთ. გეტყვით იმასაც, რომ Lambo ჩვენს ძალიან გვიყვარს. იმდენად, რომ ხარების ისტორიას ცალკე ვიდეოც კი მიუძღვენით. ახლა კი დროა ლეგენდარული მოდელის ლანძღვაც დავიწყოთ. თუ 70-იანების, 80-იანებისა და 90-იანების ბავშვი ბრძანდებით,
სავარაუდოდ თქვენთვის Countach-ი უბრალოდ მანქანა არასდროს ყოფილა. ეს მოდელი იყო მიზეზი, რომლის გამოც სიტყვა სუპერკარი შეიქმნა, რადგან სპორტკარის დაძახება მანქანისთვის, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი მეტეორისგან გამოთლილს გავდა, უბრალოდ უხერხული იყო. შეიძლება ითქვას, რომ Countach-ის სილუეტი საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო დიზაინია. თუმცა, როგორც რობერტ გრინი წერს, ყველას აქვს ბრმა წერტილი ჯავშანში. Lamborghini სუპერკარის ხვრელი კი მისი მთლიანი უკანა მხარე იყო. Countach-ის მართვა არ იყო გამოცდილება. ეს ფიზიკური კონფრონტაცია იყო მანქანასთან, რომელსაც უბრალოდ ეზიზღებოდით. პირველ რიგში აკრობატული მანევრის შესრულება იყო საჭირო იმისთვის, რომ საჭესთან ადგილი დაგეკავებინათ და თუ ამას ფეხსაცმლის დაკარგვის ან რომელიმე მყესის დაჭიმვის გარეშე იზამდით, ადგილს იშვიათ იღბლიან თარიგებში დაიკავებდით. როცა მოკალათდებოდით, შეამჩნევდით, რომ სუპერკარის შუშები სულ 8 სანტიმეტრით იწევა, რათა 5.2 ლიტრიანი V12-დან ამომავალი სიმხურვალე და საწვავის სუნი ხარბად შეისუნთქოთ. რა უნდა გექნათ Countach-ის უკუსლით სამართავად, როგორც წესი, უკანა ხედვის კამერების არარსებობის ეპოქაში უკანა მინიდან იხედებოდნენ არა? ამ ლამბოს ასეთი არაფერი ჰქონდა. წარმატებები უკუსლით პარკირების საქმეში. და მართვა საჭის მექანიზმს გამაძლიერებელი არ ქონდა, რაც ნიშნავს, რომ დაბალ სიჩქარეზე Countach-ის საჭის მოხვევა გრანიტის დიდი ნატეხის დატრიალების მსგავსი გმირობა იყო. დიდი ძალა სჭირდებოდა გადაბმულობის სატერფულზე ფეხის დაჭერასაც, რაც საცობში Countach-ით მოხვედრას ფიტნეს კლუბში ფეხის ბარჯიშების დღის დარგამოცდილებად აქცევდა. ბოლოს კი არ შეიძლება 2 სიტყვით არ მოვიხსენიოთ სუპერკარის სპოილერიც. დიახ, ის ნამდვილად დიდებულად გამოიყურება. თუმცა სინამდვილეში ავტომობილის მართვადობას არაფერს მატებს. ტესტირების დროს Lamborghini-ის ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ დეტალი მიმჭერ ძალაზე უარყოფითად მოქმედებდა და ავტომობილს მაღლაწებდა მაშინ, როცა ასფალტზე მაქსიმალურად გაკვრა იყო საჭირო. შესაბამისად, ფრთან ნეიტრალური კუთხით შეაბრუნეს და ის უბრალოდ $5,000-იან ბუტაფორიად აქციეს. მოგვიანებით Countach-ის მფლობელებმა ამ სპოილერის დამაგრება მანქანის წინა მხარესაც დაიწყეს. ეს ცვლილებაც ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა და მეტწილად უფუნქციო იყო, თუმცა ზოგი თვლიდა, რომ მის გარეშე მაღალ სიჩქარეზე Countach-ს ცხვირის მაღლა აწევა ახასიათებდა. რომ შევაჯამოთ, Countach-ი პოსტერზე გაჩერებულ მდგომარეობაში დიდებული სუპერკარია. ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო საავტომობილო ქმნილება. უბრალოდ სჯობს მისი დაგოქვა არავინ გაბედოს. რა გვასწავლა დღევანდელმა ვიდეომ? ის, რომ ჩვენს საძინებელში გაკრული პოსტერების სინამდვილეში მექანიკური გულგრილობის პროპაგანდა იყო. თუ გულწრფელები ვიქნებით, მეცნიერულად ჩამოთვლილთაგან თითოეულ საკულტო მოდელს ერთი კარგი ჰიბრიდული ჰეჯბეკი სჯობს. სწრაფია, უსაფრთხოა, ეკონომიურია და არც დამწვარი ბენზინის სუნად ყარს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. Toyota Aquas დანახვაზე 10 წლის მეოცნები ავტომოყვარულს პულსი არასოდეს საუჩქარდება. ჩვენ გვიყვარს ეს ავტომობილები, არა იმიტომ, რომ უნაკლოები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ ჩვენი ბავშვობა შექმნეს. მოყვარეს კი პირში უნდა უძრახო. დაინანებთ პულს და თუ შანსი მოგეცემათ, იყიდეთ თქვენი ოცნების მანქანები და კომფორტული ფეხსაცმელები, რათა პროფილაქტიკიდან ავტობუსის გაჩერებამდე უპრობლემოდ მიხვიდეთ. თუმცა ავტომოყვარულებმა საუკეთესოდ ვიცით, რომ საბოლოოდ მხოლოდ ის მანქანა გვამახსოვრდება, რომელმაც გული გაგვიტეხა და არა ის, რომელსაც სამსახურში იაფად მივყავდით.